მოგლეთ სალამი, დღეს ვორქშოპის ახალი ეპიზოდი იწერება. პირველ რიგში მადლობა პოდკასტ ზონას იმისთვის, რომ ჩვენი ეპიზოდები აქ იწერება და მხარდაჭერისთვის ორმესი მადლობა Financial Experts Corporation-ს. მოგესალმებით, ვასკა, როგორ ხარ? მაგრა ჩენ? მაგრა. მოკლედ, დღეს გვყავს განსხვავებული სტუმარი. ისეთ თემაზე, რომელიც ყველას გვეხება და ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ გვესმის AI, ChatGPT, ავტომატიზაცია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა მისის რაღაც სათორდება ეს ჰაიპი და სად იწყება მერე ბიზნესი. ხო, დღეს გვყავს ეგეთი სტუმარი, რომელიც თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს და თვითონ აშენებს ამ რაღაცას და მერე კომპანიები იყენებენ. დღეს ჩვენი სტუმარი არის სანდრო გიორგაძე. მოგესალმებით, სანდრო. სალამი, სანდრო. მადლობა დროის დათმობისთვის. გაიცანი ლაქლაკის დამფუძნებელი და მერე უფრო ცლად მოგვიყვება რა არის ლაქლაკი. მაისურიც ეგ გაცვია, ამა გამოაჩინე, მაგარია. ჩვენი კომპანია. გამარჯობა კიდე ერთხელ და პირველი კითხვით მე გადმოვალ შენთან ტრადიციული კითხვა გვექნება. რა გინდოდა ბავშვობაში რომ გამოსულიყავი? ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პათოლოგო ანატომი. სერიოზული რაღაც. იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაინტერესებდა მედიცინა ზოგადად, მაგრამ რაღაც ვღადავდი ჩემს ბავშვობაში რაღაცა ჭიაყელებს ჭრიდი და რაღაცა, მაგრამ რომ მოძრაობდა ის ცოცხალი იყო გაიგე და რაღაც გამირბოდა და მეთქი არა ბაყაყებს ბერავდი ხო? ბაყაყებს ბერავდი ხოლმე იმით. ჟემშინდა. ჩვენ ბავშვობაში ის იყო რა ქვია, ბოდიში გავწყვეტინებ, აი გაგეთ უეჭველი ბავშვობაში გააკეთებდი მაგას რა. იმას ვიღებდით რა ქვია, ბალახს და მაგით რომ ბერავდი ბაყაყს. კი. ეს ყველაფერი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, მაგრამ მე რომ თინეიჯერობაში რომ გავიგე რომ თურმე რამდენი ხანი უნდა ისწავლო ამისთვის, საბოლოო ჯამში დავამთავრე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. რას ლაპარაკობ? კი. საავიაციაში ვისწავლე, მაგრამ ჩემ პროფესიას არ გავყევი და საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში დამაინტერესა მარკეტინგმა, ზოგადად ბიზნესის შენებამ, ზოგადად მარკეტინგიდან ისეთ მრავალფეროვანი სფეროა, რომ შენ იგებ ადამიანების ფსიქოლოგიას სწავლობ. ადამიანების ქცევებს სწავლობ და მე კიდე ეს ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანების დაკვირვება, ადამიანების ქცევებზე დაკვირვება, რატო იქცევა, მასე რატო იღებს ამ გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ მარკეტინგი არის ჩემთვის ალბათ საუკეთესო მიმართულება, რომელიც მე მართლა მაინტერესებს და რისი კეთებაც მართლა მინდა. ან დიდი გზა გაგივლია. ძალიან დიდი ავიაციიდან მარკეტინგში. სად ისწავლე მარკეტინგი? მარკეტინგი ვისწავლე ისრაელის მარკეტინგის აკადემიაში. დისტანციურად თუ წასული იყო? არა, აქ იყვნენ მათი სპიკერები, ჩამოსულები, გავიარე მათთან სამთვიანი კურსი. მაგარია ძალიან. თუმცა უკვე რაღაცა ბექგრაუნდი მქონდა, მაგრამ მე არ ვიცოდი რომ მარკეტინგს ვაკეთებდი, იმიტომ რომ მართავდი ერთ სამშენებლო კომპანიას. რომელშიც ვიყავი, დამლაგებელის გარდა ყველაფერი პრაქტიკულად და ანუ მარკეტინგსაც მე ვაკეთებდი, όμως მე მეგონა რომ ეს ყველაფერი შედის ადამიანის, რომელიც მართავს კომპანიას, ამ ყველაფერში უნდა იყოს ჩართული მოკლედ და ეგრეთ წოდებული ყველაფერში ძალიან მომწონდა ეს რეკლამის თემები და რაღაცა და ანუ მე მივხვდი რომ ჯობია ამას გავუყვე და საბოლოო ჯამში ამას გავყევი. ძალიან კაი მასწავლებელი მიყავდა გიორგი მგელაძე, კომპანია მავერიკის დირექტორი, ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან კაი პროფესიონალი და მაგან მასწავლა ძალიან ბევრი რამ. რა მაგარია, რამდენი წელი რაც მარკეტინგში? ეხლა უკვე 5. 5. და 5 წლის თავზე საკუთარი პროდუქტი გაქვს უკვე ნადებული. კი, საკუთარი პროდუქტი, რომელიც გამომდინარეობს რეალურად საჭიროებებიდან. საჭიროებებიდან, მაგამდეც მივიღო. ანუ რა ტკივილმა მოიტანა ეს ყველაფერი და კაი, ძალიან მაინტერესებს, მაშინ მაგით გადმოვალ, როგორ აღმოჩნდი AI-ში. საჭიროებებიდან გამომდინარე. მაშინ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ მარკეტერებს ზოგადად ვინც მით უმეტეს ვინც რეკლამას უშვებს და უშუალოდ ლიდების მოზიდვაზე მუშაობს. ხო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ზოგადად ბიზნესის მფლობელებთან, რომ სუმიდის ჭიდილი, რომ არა მიზნობრივი ლიდი შემოვიდა, ან არ შემოვიდა. ან შემოვიდა და მე არ მოვიდა ლიდი და არ იყიდა არაფერი და ასე შემდეგ და
მე რო იწყებ მე საერთოდ მიყვარს ყველაფერს ჩაძიება და რო ვიწყებ კვლევას რომ მაგალითად აი რატო არ იყიდა ლიდმა. ხო. რატო ამდენი ლიდი აი 1000 ლიდი რო შემოვიდა მხოლოდ 10 დაკონვერსირდა. და რო იძიებ ამ ყველაფერს შესაბამისად ამ მთელი მომხმარებლის გზას აწყდება იგივე რაღაცას რომ პირობითად მომხმარებელმა მოიწერა რომ ანუ კლინიკა მოვიყვანთ მაგალითად რა სტომატოლოგიური კლინიკა გამარჯობათ მინდა იმპლანტებზე კონსულტაციას ჩაწერა იმპლანტოლოგთან და ადამიანს პასუხობენ 4 საათის შემდეგ. ხო. შესაბამისად ამ 4 საათში მეტამ იმდენი რეკლამა აჩვენა იმ ადამიანს სხვა კლინიკების რომელმაც უფრო სწრაფად უპასუხა რომელმაც უფრო გამართულად უპასუხა ამომწურავად უპასუხა სთხოვა ნომერი პირობითად ან მისცა თავისი ნომერი დასარეკად დაუკავშირდა აუხსნა ყველაფერი გამოხატა ემპათია პაციენტის მიმართ შესაბამისად იქ ჩაეწერება ეს ადამიანი და შენ რო 4 საათის მერე მიწერ პირობითად კარგი ოკ და რაღაც და მე მარკეტერს რო ეუბნები და საყვედურს აძლევ რო იცი რა უხარისხო ლიდები მოდის რაღაცა ძალიან რატო რა ხდება ამდენ ფულს ხარჯავ რეკლამაში და სად არის ლიდები მე მარკეტერი პასუხი არის ის ხოლმე რა დაგვიტოვე თქვენი საკონტაქტო და გადმოგირეკავთ ზეიგ თუ რაღაც აი ვაფშე არ მინდა რომ მაგ დროს საკონტაქტო დავტოვო იმიტომ რომ მინდა რომ მაგ დროს უპასუხო ეგრევე არა აუ ეგრე არ არის არა ჩემთვის მართლა ეგრე არა როცა რაღაც ინფორმაციაზე ვიწერები აი რასაც სანდრო ამბობს 4 საათის მერე კი არა იქვე მინდა რაღაც კონკრეტული პასუხი და ის რომ შენ წერ კომპანია რომ აი მე ვიცი რატომაც წერენ კომპანიები მაგას მაგრამ ძალიან დიდი მაგრამ არის მანდ რა სინამდვილეში მე ჩემი ინფორმაციის გაცემა კი არ მინდა და ზუსტად ჩემ თავში ის აყალიბდება მაგ დროს ეხა ამას ნომერი უნდა მივცე მე ტვინი უნდა მიბურღოს ყოველ კვირაში ერთხელ თავისი რაღაცა შეტყობინებებით რომ აი მოდი ჩაეწერე სიახლე მაქვს რაღაცა მაგრამ მესიჯებს აძლევ ჯო რა ძგენ ანუ მე მომხმარებლის კუთხით ვლაპარაკობ და ჩემი აზრით ბიზნესმა უნდა იცოდეს ეგ რა და პირველი არ ვარ ვინც მაგას ვამბობ ხო მართალია რა გარდა იმისა რომ ოპერატიული არა და არაოპერატიული ლობის დროსაც მე უცემ წერო აი დამიტოვე შენი ნომერი და მე გადმოგირეკავ აი რატო ანუ საჭორაოდ რატომ მირე არ მინდა აქვე მაინტერესებს რაღაც ინფორმაცია ხო რა რა ღირს როდი შეიძლება მოვიდე ან ასე შემდეგ გააჩნია მიმართულებას ხა მე სადაც მუშაობ მაგალითად ბინებზე რა სანდრო იქ მე ოფიციალ ვიცი შენი რეკლამები ჩემი რატომ advertising-ი მასალა სანდრო და მოკლედ ანუ რო წერთ მე ვპასუხობ მესიჯებს ოფიციალური მოთხოვნა მაქვს რომ მე უნდა გავცე ისეთი ზოგადი პასუხი და ნუ შაბლონი მაქვს გაკეთებული როგორც ხდება რომ ყველას უგზავნი იმას რა მაგრამ ტკიკვიც ბახთან რაღაცა ანუ არ ვაძლევთ ინფორმაციას ფასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ლიდი წამოვიყვანო ჩავუსვა გაღებების მენეჯერს და გაღებების მენეჯერმა მე დაკეროს აი ეს არის პროდუქტის სპეციფიკა გააჩნია სინამდვილეში ხო კი ბატონო პროდუქტს ხედი კი ბატონო მაგას ვამბობ ხო იმიტომ რომ მე რო ბინას ვყიდულობ ხო მე თუ რეალური მყიდველი არ დავიწყებ მესიჯობას აი სულ ამას ვამბობ მე რეალური მყიდველი ვარ მე მირჩევნია რეალური ადამიანი გამესაუბროს რომ დავსვა მაქსიმალურად ბევრი კითხვა ამ ყოველფრის შესახებ და ჩავნიშნო შეხვედრა მაგრამ მე თუ ვყიდულობ წინდას ხო წინდაზე არ ვიცი მე ეგეთი ექსპერიენსი არ მქონია 3 საათის შემდეგ მპასუხობ რაღაცა ერთი სიტყვით ან მე თუ ვყიდულობ რაღაცა სერვისს მნიშვნელობა არ აქვს აი მინდა ბარბერშოპ აი ყავს ერთი კლიენტი ბარბერშოპი ძალიან კარგი ბარბერშოპია და აქვთ ანუ ის ესმით ადამიანებს რომ ეს პროდუქტი ნამდვილად სჭირდებათ იმიტომ რომ მომხმარებლები წერენ ესენი ზოგჯერ ყურადღებას ვერ ექცევენ მომხმარებელს და შესაბამისად მომხმარებლები იკარგებიან მე კიდე ბევრი მომხმარებელი რო წერს გაიგე იქ ჩდება ის პრობლემა რომ სანამ ადმინისტრატორი აი ესე გაყვება და ყველას უპასუხებს იქ სადღაცას hot lead uses რომელსაც აი ახლა უნდა ჩაწერო. კი ბატონო, ახლა უნდა. ერთ საათში მოდის, კი ბატონო. პასუხი აინტერესებს, რა თუ არა და სხვასთან წავა. შესაბამისად, აი ამ ადამიანებისთვის არის ზუსტად ეგ პროდუქტი ჩვენი შექმნილი და ზოგადად მარკეტერების და ბიზნეს ფლობელების ტკივილიც ეგ არის რა და მომხმარებლის ტკივილიც ეგ არის, რომ აი მე მჭირდება ინფორმაცია აი ახლა, აი ამ პროდუქტზე, იმიტომ რომ მე თმის შესაჭრელად ვეწერები, მე ბინას არ ვყიდულობ. კი ბატონო, მაგას ვამბობ, ანუ ეგეც განსხვავდა, უნდა გამიჩნო, ხა ბინაზე რო იწერები, ანუ მან მომენტ მინდა და მეცოდა რა ქვია მაგ სიტყვას. მუნდა დატოვო ნომერი და
ნუ მე უნდა დატოვო. არავი პირდაპირ დაარეკო შენ თვითონ რომ აი ბიან მოვალ შეხვედრაზე ან რაღაცა ხარ რომ მე მესიჯები ესე იგი არ ხარ რელევანტური და პირდაპირ გადიხარ არარელევანტურ ლიდად. ეხლა მინდა ისეთი რაღაც რა რაც ლაპარაკობთ ეხლა ცოტა აქ მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ჩამოწერილი, მაგრამ ხა რადგან ეს წამოვიდა შეიძლება საზოგადოება ვინ ჩვენ გვიყურებს ლიდის მნიშვნელობა კარგად რომ ეგ ავხსნათ რა ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგადად ვერ მიხვდეს ეხლა. Lidy რა არის? ერთხელ ვასკამ კითხვა ეგ ლიდი რა არის? მაგალითად. ხო, ნუ ლიდი არის ნუ მარტივად, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ანუ შემოსული მომხმარებელი, რომელიც არის რაღაც პოტენციური შემოსული მომხმარებელი, რომელიც არის შენი პროდუქტის შეძენით დაინტერესებული. კი ბატონო. და რომელიც გიტოვებს რაღაცა გარკვეულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის აუცილებელი იყოს ტელეფონის ნომერი და სახელი და გვარი. უბრალოდ ის რომ მან ინტერესი გამოხატა და თქვა რომ იცით რა აქ ჩატში მომწერეთ პირობები, ეგეც არის პოტენციური ლიდი, ანუ შემოსული მომხმარებელი რა. მე სიტყვა მომხმარებელი უფრო მომწონს სიმართლე გითხრა ვიდრე ლიდი. იმიტომ რომ ლიდი არის რაღაცა ესეთი ძალიან ზოგადი რეალურად სახელი. ბევრი წლის წინ იყო რომ ბიზნესის აუცილებელი იყო რომ გინდა თუ არა საიტი ქონოდა რა. მაგით დაიწყო. და დღეს საიტი დარჩენილი არის რაღაცა საიმიჯო ტიპი უნდა ქონდეს რა, იმიტომ რომ ნუ დღემდე არის მომხმარებელში ის რომ აი საიტი თუ არ გან თუ აქ თუ არ აქ, მაინც ამოწმებ რა რაღაცა ვალიდაციის მომენტს გადის რა მომხმარებელი, ეს ერთი. მეორე მოიტანა ბოლო ალბათ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული ის რომ სოციქსელები უნდა ანუ ინსტაგრამზე გადაინაცვლა. იმდენად მესენჯერიც არ არის ხომ ანუ სოციალებში წავიდა რომ ეგ უფრო მუშა გახდა საიტთან შედარებით. მაგრამ ეხა ვართ ახალ ერაში. სადაც ის რასაც შენი პროდუქტი აკეთებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დღეს არის ეგ დრო. რამდენი ხანი იქნება შენი აზრით და რამდენი წელში რა შეიძლება რომ სხვა იყოს აბა? რამდენი ხანი იქნება მაგას ვერ მე მგონია რომ ეს სულ იქნება აცი უკვე უბრალოდ დაიხვეწება და სხვადასხვა სახეს მიიღებს. თორე ეს AI-ის თემატიკა რო დაიწყო, ანუ იმდენად კომფორტულია რეალურად და იმდენად მოახდინა ამ AI-ის ინტეგრაცია, იმდენად მოახდინა რაღაცა პროცესების აქსელერაცია, ოპტიმიზაცია კომპანიებისთვის, რომ არ მგონია ეს როდესმე შეწყდეს, უბრალოდ დაიხვეწება და სხვადასხვა სახეს მიიღებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანს ჩაანაცვლებს. ოკეი, ეს ძალიან საინტერესო არის. მე თვითონ რომ მუშაობ ამ AI პროდუქტზე, მე თვითონ ამაში ვარ დარწმუნებული 99%-ით, რომ ის ადამიანს არ ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ ადამიანის ჩართულობა მაინც ყოველთვის არის საჭირო, თუნდაც AI-ის გასაკონტროლებლად. ხო, როგორც მართველი, ანუ მენეჯერის ესე ვთქვა, თვითონ იმ პროდუქტის მართველის ესე რო ვთქვა. უბრალოდ AI არის ეხა ჩემს შემთხვევაში არის ასისტენტი, ძალიან მაგარი ასისტენტი, რომელიც 24/7-ზე მყავს გვერდით. და პროცესს ამარტივებს რეალურად, ბიზნეს პროცესს გიმარტივებს. კი, მე ხა ცოცხალი ასისტენტი რო ავიყვანო, ადამიანი ცოცხალი ხო? იმას ვერ ვამუშავებ მე 24/7-ზე, როცა მე მინდა. მაგალითად, ღამის 12:30-ზე რომ მომინდება, რომელიღაცა სარეკლამო კამპანიის სტატისტიკის ნახვა, მე მყავს აი ესეთი ასისტენტი გოგი ქვია. ხო. გოგის მივწერ ტელეგრამში და გოგი მთლიანად შეჯამებას გამიკეთებს. თან ის ვინ რაზე მოიწერა და რომელი საუბარი სად გაჩერდა. და ეხლა წარმოიდგინე მე რომ აი 12:30-ზე მორჩი რაღაც ძირითად სამუშაოს და მინდა რეკლამის ნახვა და მივწერე ჩემ ასისტენტს. მიდი აბა ნახე, აბა რეკლამაში რა ხდება. ძინავს რა. 48 სარეკლამო კამპანია რო გაქვთ დაახლოებით ერთდროულად ჩაშვებული. შენ ადამიანს ვერ შეაწუხებ უბრალოდ. რა თქმა უნდა. ამიტომაც ეს სულ იქნება, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ზუსტად ადამიანი აძლევს ინსპირაციას ამ ყველაფერს. ადამიანის გარეშე ეს პრობლემა ვერ შეიქმნებოდა, შესაბამისად და ადამიანის გარეშე ვერ მოგვარდებოდა. კი ბატონო, ეხა მაშინ ახლა ვილაპარაკეთ იმაზე, რომ რაღაცებს ამარტივებს. შენს მაგარ პროდუქტზე მოყევი ორი სიტყვით, რა არის ლაქლაქი? რა მაგარი სახელი არის? ძალიან მაგარი სახელი არის, მართლა. მადლობა. კარგად გარტყმული არის თან როგორც წერია თვითონ, ანუ პოზიციონირებაც ძალიან კარგი აქვს და აზრობრივად ქართულში რასაც ნიშნავს, ეგეც ანუ
მოკლედ რა, რომ ვნახე, ძალიან მომეწონა რა, workshop-ის არ იყოს ხა რა. მოკლედ მოყევი რა არის ლაქ-ლაქი რომ უთხრათ და ინდიაში რა ეგიდით ხარ, ეხლა დღეს წარმოადგენელი, იმიტომ რომ ძალიან კაი პროდუქტი გაქვს შექმნილი რა. ლაქ-ლაქი არის AI front office-ი. ანუ რეალურად რო ვთქვათ, AI ადმინისტრატორია, AI დამხმარეა, რომელიც 24/7-ზე მუდმივად ელაპარაკება სოცქსელებიდან შემოსულ მომხმარებლებს, სხვადასხვა მესენჯერებიდან შემოსულ მომხმარებლებს, აწვდის მანდ საჭირო ინფორმაციას, რასაც ითხოვენ, ყველაფრის განმარტებას, ინფორმაციას ბიზნესის შესახებ და უკვე აქცევს რეალურ გაყიდვებად, ანუ ფილტრავს ამ მთელ ნაკადს, პირობითად 100 შეტყობინებიდან, რომ 10 იყო რელევანტური, რომელმაც სურვილი გამოთქვა შენი სერვისის ან პროდუქტის შესაძენად, ამ ადამიანების ინფორმაციას აგროვებს და უგზავნის უკვე ადმინისტრატორს, აი ესე სათითაოდ, რომ მედი დაამუშავე, დაურეკე, მიწერე და ასე შემდეგ. თან მთელი საუბრის კონტექსტი ესმის, შეუძლია რაღაც დასკვნები გამოიტანოს და სულ რომ მომხმარებელმა კონკრეტული სერვისი არ ახსენოს, მაგრამ ახსენოს პირობითად ჩამოტეხილი კბილი. ხო. ამან იცის უკვე რომ ელექიმთან უნდა ჩაწეროს ეს ადამიანი. მოდი, აი კონკრეტულ მაგალითზე თქვათ იხა ეგ რა, კბილი ახსენე ჩამოტეხილი, რომელიმე dental clinic-ზე მოყევი, ეხა როგორ მუშაობს რა, მე ვიწერები კონკრეტულ სტომატოლოგიაში. აი ნახე პირობითად ავიღოთ კლინიკა დენტინი. კი ბატონო. შენ იწერები დენტინში და შენ ეხა არ ხარ სტომატოლოგიურ სფეროში გარკვეული ადამიანი და შენ პროსტა კბილი ჩამოგიტყდა რა, კაკალს ტეხავ. ამ ჟენი მინდა რაღაცა. ჟენი გინდა და შენი სიტყვებით წერ ის მყისიერად გპასუხობს, რომ ნუ ამ შემთხვევაში გჭირდება ესა და ეს. ამის ღირებულება არის პირობითად 300 ლარი, ან 200 ლარი, ან 200 ლარიდან იწყება, ან 100 ლარიდან იწყება. ჩვენი მისამართია ესა და ეს და შემდეგ უკვე ანუ უსვავს კითხვას მომხმარებელს, გსურს თუ არა კონსულტაციაზე ჩაწერა. მომხმარებელი შემდეგ აგრძელებს. მომხმარებელი შენ შეგიძლია რამე კითხვა დაუსვა, რომ აი მაგალითად, აბა ექიმი ვინ გყავთ, რამდენ ხანში კეთდება ეს პროცედურა. აი ამ მთელ ინფორმაციის ის მყისიერად წამებში მოგაწვდის ყველაფერს და უკვე გიბიძგებს გადაწყვეტილების მიღებისკენ. მაგალითად, თუ შენ გამოხატე სურვილი, რომ კი, მინდა მოვალ ჩავეწერები კონსულტაციაზე, ის გეტყვის გამოგართოს ტელეფონის ნომერს, კითხავს პაციენტის სახელდაგვარს, იმიტომ რომ სოციალებში ზოგს უწერია მაგალითად ჯუმბერი და სინამდვილეში გიორგი ქვია. კი ბატონო. ან სხვა პაციენტის ჩაწერა უნდა და იმაზე იწერებიან, პაციენტის სახელდაგვარს გამოართოს ტელეფონის ნომერს და ამ თელ შეჯამებულ ინფორმაციას უკვე მიაწვდის ადმინს. Once ადმინისტრის იცი როდესაც აქ მიწოდებული აი შე რო გამოხატე სურვილი ჩასაწერად, უკვე მაშინ წავიდა სიგნალი. შენი სერვისის ყიდვის ალბათობა ალბათ 70%-ზე მეტი როდესაც არის მაშინ გადადის ადმინისტრატორთან. თუ უფრო მეტიც. არა, მანდ არის გარკვეული სიტყვების ტრიგერები. ოკეი, გავიგე. ტრიგერ სიტყვები, რომლითაც ის ხვდება, რომ პაციენტს უნდა ჩაწერა ან აპირებს. თუნდაც შენ რო თქვა, რომ იცი რა, ეხა არ მცალია და მე მინდა ზეგ საღამოს მოვიდე. ან იქეთა კვირაში მოვიფიქრებ, როდის მოვალ. ანუ ამ ინფორმაციასაც მიაწვდის ადმინს და მე შეახსენებს, რომ იცი რა, აი ვასკას უნდა ჩაწერა და ვასკამ გთხოვა, რომ ორშაბათს დამიკავშირდი და გეტყვი ამ კვირაში როდის მეცლებაო. ვა, რა მაგერამია და. უკვე ეს ყველაფერი მე აისახება ქარდებით მოდის Telegram chat-ში. და შესაბამისად აისახება dashboard-ზე, რომელიც ჩვენ შექმნილი გვაქვს. ეს ყველაფერი 24/7-ზე მუშაობს. 24/7-ზე მუშაობს და თან ძალიან მაგრად მუშაობს რეალურად, ან ჩვენ თვითონ ვართ გაკვირვებულები როგორც მუშაობს. მაგარი საინტერესო პროცესი არის, როგორ ასწავლე ეგ რა. იმიტომ რომ ეგ ხო კონკრეტულად ეხა კი ვილაპარაკეთ იმაზე რა ქვია სტომატოლოგიურ კლინიკაზე. მაგრამ ზუსტად იგივე, ანუ სხვა პროაი სამშენებლოსაც ეგრე დაეხმარება. კი, აბსოლუტურად. ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპი არის, სხვადასხვა ბიზნესი არის. კი. ანუ ნებისმიერ კომპანიას. აი მაგის უკანა პროცესი არის, მაგარი საინტერესო, რომ ანუ შენ ასწავლი, შენი კომპანია ასწავლის, აი შეხო ახსენეთ რა ტრიგერ სიტყვები. კი, ჩვენ ვასწავლით ამ ყველაფერს. მაგ ტრიგერ სიტყვებს საიდან იღებ შენ თვითონ, ანუ ეგეც ის არის რა, საიდან ხვდები რომ ეგ უნდა იყოს. ჩვენ ადამიანის შესაძლებლობები მაგ მიმართულებით არის ცოტა შეზღუდული, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველა სცენარის გათვალისწინება აბსოლუტურად. გასაგებია. მაგრამ ჩვენ მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც, რომ პირობითად აი შენ კომპანიას რომ შეუერთდეთ ხვალ ჩვენ შენს ყველა წინა მიმოწერას რაც კი ქონია გავაანალიზები ხდები
იმას უკვე უყალიბდება რაღაცა ჩონჩხი წარმოდგენა. და წარმოდგენა. შემდეგ უკვე პირველი 10 დღის განმავლობაში, რაც არის trial პერიოდი, ჩვენ ვამუშავებთ მას რეალურ მომხმარებელზე და შეგვაქვს კორექტირებები გარკვეული. იმიტომ რომ ადამიანი ზოგადად იმდენად უნიკალური რაღაცაა, მე რატო ვიძახი რომ AI ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ადამიანი იმდენად ყველა უნიკალურია, რომ ყველას თავისი ელემენტარული მიწერის სტილი, სხვადასხვა ლექსიკასაც სხვადასხვანაირად იყენებს რა. აი იგივე კლინიკასაც რომ მეუბრუნდეს, ადამიანი რო იწერება მაგალითად შურუბზე კბილი მინდა, რაც იმპლანტაციას ნიშნავს რეალურად. მაგასაც კი ხვდება. იმიტომ რომ ეს სცენარიც ჩვენ მაგასთან გათვალისწინებული და გაწერილი გვაქვს. ოღონდ ეგ რაღაცას თვითონ ხვდება. ხო, ოღონდ ეგ არის თან ისეთ ბიზნესი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. კი. ნოლიდან რო იწყება და ეგრევე მინდა. მან უკვე ფილდზე ვასწავლით, ანუ იქვე თან გაშვება და თან სწავლას ახდენს რაღაც პერიოდში ეგრე მივხვდი, ხო? ნახე კიდე როგორი მომენტია, ჩვენ იმის გარდა რომ გვაქვს AI სისტემა, რომელსაც ჩვენ ვასწავლით, ჩვენ კიდე გვაქვს ცალკე თულები შექმნილი, რომელიც ამ ჩვენს AI-ს ამოწმებს live რეჟიმში, ხვდები? მაგარია. და მე მაგალითად ხშირად ვიყენებ ჩემს ChatGPT-ს. იმიტომ რომ წლებია ChatGPT-ს ვიყენებ და აღმოჩნდა ისე, რომ მე თვითონ არ მოველოდი, რომ ჩემ ChatGPT-ს საკმაოდ მაგარი ნასწავლი ტიპი გამოვიდა, იქნება გამოვზარდე. ანუ ყველა ჩემი მარკეტინგული პროექტი, რაზეც მუშაობ, ყველგან იყო ჩემი ასისტენტი, შესაბამისად ძალიან დიდი ინფორმაციის ნაკადი აქვს, ტიპს და ამას ვამოწმებინებთ ხშირად ჩვენს AI-ს, რომელიც Claude-ის ბაზაზე მუშაობს რა. აგის თვითონ Claude-ზე ამუშავებს. ის ნახე რაღაცა ურევს იქ რაღაცა და ესე აღარ ილაპარაკოს, აი ესე აღარ მოიქცეს და ანუ წარმოიდგინე ერთ ხელოვნურ ინტელექტს ვამოწმებინებთ მეორეს და თან კორექტირებებში აქვს იმაში. ეს იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ რესურსი არ გვაქვს ამდენი ადამიანი, რამდენი თანამშრომელიც არ უნდა გყავდეს, შენ უბრალოდ ყველა სცენარს ვერ გაწერდა და ვერ გაითვალისწინებ რა. სცენარებზე რადგან ვსაუბრობთ, ძალიან მაინტერესებს ერთი ისეთი ისტორია მოგვიყევი. აი ძალიან რო გაგაოცა რა. კონკრეტულად. ხო, აი რაც თვითონ როგორც მოიქცა. Lucky. აი ესა სტომატოლოგიურ კლინიკაში იყო, იმიტომ რომ ნუ იქ ცოტა განსხვავებული მომხმარებლები იწერებიან ყოველთვის და იყო ეგეთი რაღაცა, რომ პაციენტი იწერებოდა ელაინერებზე, კონკრეტულად კრისტალაინის ელაინერები აინტერესებდა, რომელიც კლინიკაში არის და შესაბამისად მე ამ პროდუქტის შესახებ იმდენი იმის გამო რომ მე თვითონ ვარ ამ პროდუქტის მარკეტერი და ან ძალიან ბევრი ინფორმაცია მივაწოდე და თან ეს იყო ჯერ კიდევ ჩვენი მუშაობის დასაწყისი, როცა აი ერთ-ერთი პირველი კლინიკა იყო, რომელიც შევაერთეთ და ტიპმა ისე მაგრა დაუხსნა პროდუქტი თავისებურებებით და მთელი გზა, რასაც პაციენტი გაივლის თუ ამ პროცედურაზე დათანხმდება, ანუ კბილების გასწორება ელაინერებით, რომ ჩვენ თვითონ დავრჩით გაოცებულები რა, უბრალოდ, იმიტომ რომ ნუ აი თან ის ადამიანი ვერ ხვდებოდა, რომ AI-ს ელაპარაკება. ეგ არის ყველაზე მაგარი მაგაში. ის ვერ ხვდებოდა, რომ AI-ს ელაპარაკება. ხო. და ამ პროდუქტის გარდა იმდენი სხვა კიდე რაღაც გარე ფაქტორები გაითვალისწინა ამ ადამიანის მიმოწერიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირადად მაგარი გაოცებულები გავხდით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღიზიანდებიან, მაგალითად, რომ AI იწერთ. ხო, თუ მიხვდა კი? ანუ ხშირად არის რომ აი ღიზიანდება და პირდაპირ იწერება, რომ ადამიანმა მომწეროს. არა, კი. მაგათიც მესმის, ანუ ჩემი თავდაპირველი ლაპარაკი საუბარი რაც დავიწყე. მაგის პირველი ნაბიჯები იყო, აი Facebook-ზე რო არსებობდა, რომ იწერდა გამზადებული რამდენიმე კითხვა როა რა, რომ მე ნაბიჯ გადაგიყვანოს, ხო, Messenger-ში ხო არის ეგეთ. მე მართლა მაგიზიანებს რა. არ ვიცი რატო შეიძლება რავი დინოზავრის დროინდელი ვარ, მაგრამ მაინც რა. მაგ ისონდე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში მაგის გამო ვეძებ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონს და მირჩევნია დავრეკო და ველაპარაკო. სხვა შორის მეც არასდროს არ მესიჯობ, ყოველთვის ვრეკავ. არა, ხო, პირველი მაგ ნომერი არ არის. აი ხო არის რაღაც ონლაინ შოპები რა, სადაც არ არის ნომერი, წყობიდან გამოვყავარ ამ მაგრამ ნახე სხვა მომენტია აქ, ხა შენ პროდუქტს გააჩნია მაინც. რა პროდუქტია? კი ბატონო. მაგრამ შენ ნახე, შენ შეიძლება რაღაცა რეკლამას შეგხვდეს, მიწერო გაიგო ფასი და ეს პროდუქტი შეიძლება 1 თვის თავზე.
მაგრამ შენ ეს ჩატი შენახული გაიგე შენ მე ის შენ შეიძლება ერთი თვის თავზე აღარ გახსოვდეს რა ელაპარაკე ტელეფონზე იმ ადამიანს მე დაურეკო ახლიდან დაუწყო ლაპარაკი გამიგე და შენ დრო დახარჯო ამაზე მაგრამ როცა შენ გაქვს მიწერილი პირობითად რაღაც ინფორმაცია შენ აი მე ვშვები მასე ხშირად რომ აი რაღაცა ვნახე ეხლა არ მჭირდება ეს პროდუქტი მან შეიძლება მომავალში მოინახავ რა ჩემი ინფორმაცია რაც მე მჭირდება მე მივიღე და უკვე всё შენახული მაქვს იქ გავიგე შენ ახსენე ეგეთ რაღაც რომ თქვენ თვითონ გაუცებული დარჩით როგორ ახსნა რაღაც კონკრეტული პროდუქტი ხო თუ თავიდან ბოლომდე თქვენ არ გისწავლებიათ ეგ პროდუქტი მაგ პროდუქტის აღწერილობა თავისით საიდან მიიღო ეგ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ინფორმაცია თავიდან ბოლომდე ჩვენ მივაწვდით ეგ ჩაშენებულია ხო მაგრამ ისევ ისე ამას უბრუნდები რომ ადამიანი როცა სვავს კითხვას მან კი არ მიწერა უბრალოდ ყველა მთელი ის ტექსტი რაც მე ჩაუგდე ხო არა მაგან კონტექსტურად მიწერა ადამიანს ყველა იმ კითხვაზე პასუხი რაც ადამიანს აინტერესებდა ზოგი ისეთი კითხვა იყო სადაც მაგალითად მე ვფიქრობდი რომ აქ შეიძლებოდა ეთქვა რომ მოდით ადამიანს გამოვიყენებ ადამიანს დაუძახებ ანუ მაგ შემთხვევებიც არის როცა ადამიანს ეძახის რაღაც პასუხის გასაცემად გავიგე თვითონ აკეთებს მაგას რა სადღაც ჩემი კომპეტენციის ზღვარი მთავრდება და მოდი ეხა შენ დამეხმარე კი ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ის კი არა რომ მიწეროს რა იცი რა ჩემი კომპეტენცია აქ მთავრდება და მე თვითონ არ უპასუხებს მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვცდილობთ რომ გადავცეთ ადამიანს რომ არ დავკარგოთ მომხმარებელი ხო ეგ კითხვა მქონდა რომ სად თარდება AI და სად ჭირდება მე ადამიანი რა და საბოლოო ჯამში მაინც ანუ თუ რაღაცა ისეთი არის კი მაინც მე არა ნახე როცა პროდუქტის გაყიდვაზე მიდის საქმე მან უკვე ერთვება ადამიანი ყველა ვარიანტში იმიტომ რომ ყველა ბიზნესი უნიკალურია, ყველას აქვს თავისებურება, რაღაც გარკვეული სპეციფიკა. მე რომ CRM-ში მყავს ეს ჩასმული, ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საერთოდ ყველაფერს თვითონ გააკეთებს და თვითონ ჩაწერს პირობითად თმის შესაჭრელად ადამიანს, ან რაღაცა ოფთალმოლოგთან, ან კბილის ამოღებაზე. იმიტომ რომ აქაც თავის სპეციფიკა არსებობს, რომ ზოგმა ექიმმა შეიძლება თქვას, რომ მე ამ პაციენტზე დამჭირდება 2 საათი და მეორე მთქვას ან მეორე შემთხვევა იყოს ისეთი რომ მე აქ 9 საათი დამჭირდება. შესაბამისად ეს მომხმარებელი რამდენი ხნითაც ჩაეწერება ჩვენ არ ვაძლევთ ამის უფლებას AI-ს რომ მაგან განსაზღვროს რა. და ადამიანის ჩართულობა უნდა იყოს, მაგრამ ის სხვაობა როცა შენ გაქვს 200 მიმოწერა და სამუშაებელი. და რეალურად AI ამუშავებს ამ მიმოწერებს და შენ ამუშავებ მე მხოლოდ პირობითად 200-დან, ეხლა 200-დან 200 ხო არ უნდა შეძენა შენი პროდუქტის არა, პირობითად 200-დან შეიძლება 20 ადამიანს. ეს ხო საკმაოდ დიდი სხვაობაა, როცა ან დროის რა თქმა უნდა. მოცულობად საქმის კაცო სადექა ამდენის პასუხი ადამიანის მხრიდან ზოგადად ისე სოციალურ მედია მენეჯერი მართავს ხო ამ inbox სისტემას კომპანიებში ყველა კომპანიაში სხვადასხვანაირად არის და მე არ ვემხრობი იმას რომ სოციომედია მენეჯერი უნდა მართავდეს მაგას არც მე არ ვემხრობი სხვათა შორის ძირითადად ეგრე არის რა მე რო გავიარე სოციომედიის კურსი ჩემ კომპეტენციაში შედის ეგეც რომ უნდა ვუპასუხო inbox-ის მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით მეტად კრეატიული თემა არის სოციომედია მენეჯერობა და სხვა რამეზე უნდა კონდეს აქცენტი დღის განმავლობაში ვიდრე იჯდე და წერო ანუ ადმინისტრატორი ხარ რა და სოციომედია თუ ნასწავლი გაქვს ხა შენ არ უნდა ცდებოდე ჩემი აზრია რა შეიძლება მაგრამ ხშირად მე ის არის რომ მაშინ ის ადმინისტრატორი ვინც მოყავს საბოლოო ჯამში ალბათ უფრო სეილების ტიპი არის იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სეილები არა შეისწავლოს თელი სპეციფიკა პროდუქტის სეილები მგონია რა მართ აი რაც თქვით რა იმიტომ რომ მაინც მომხმარებელთან გაქვს შეხება და შენ პროდუქტს თუ სერვისს თუ რაღაცას საბოლოო ჯამში ბიზნესში ხო რაღაცას ყიდი არ არსებობს ბიზნესი რომელიც ამას არ ყიდდეს რა მოგამი ეგ არის ხო სეილები არ მესიჯობენ სეილები რეკავენ ხო და ამაშია საქმე აცდენაა თქო რა არასწორი მიდგომა მაგას ვამბობ რა ხო მაგრამ ნუ რა ვიცი ხა ეგ უნდა იცოდეს უყურე სეილებს არ მოეთხოვება რომ იცოდეს მაგალითად სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის თქვენ როგორ ფიქრობთ სეილები უნდა აკეთებდეს ამას თუ სოციომედია მენეჯერი ანუ პასუხებს ვინ უნდა ცემდეს ამ შემთხვევაში მომხმარებლებს ვეკითხები და თავისი აზრი მაინტერესებს მაგათ იმიტომ რომ მე მართლა მგონია ძალიან სუბიექტურია შეიძლება აი ჩვენ გვაქვს განსხვავება და დანარჩენი ნახოთ რა თქვით აბა ვინ ის როგორ სეილები არის ტიპი რომელიც სწავლობს იმ პროდუქტს რაღაცას რომელიც უნდა გაყიდოს და მიყიდოს მომხმარებელს ხო და ის
თუნდაც ჩათი რომ მე qualified უნდა მონიშნო, ასე შემდეგ, ანუ ის დეტალები რაღაცა, რაც უშუალოდ მეტას Facebook-ს, Instagram-ს თუ Messenger-ს თუ რასაც ეხება, არ მგონია რომ sales-ებს ეგ უნდა მოითხოვებოდეს, რომ იცოდეს. არ უნდა იყოს ჩემი აზრით, რომ ვაფშე ერთი ტიპი, რომელიც ეყოლებათ და უბრალოდ ისწავლის იმას, რომ რა არის, როგორ არის, უნდა იცოდეს მეტა რაღაცა მაგ საბაზისო დონე არის, ხა ეგ ელემენტარულია, მაგრამ ძალიან ბევრმა არის ის დამიჯერე და ან მე ვეუბნები სოციალ მოპასუხოს, იმიტომ რომ მგონია რომ მაღაზე კარგად ვერავინ ვერ გასცემს პასუხს, იმიტომ რომ თვითონ იცის, რასაც უშვებს რა. ჩემ იდეალური სურათი, რომელიც შეიძლება იყოს თუ AI-ს გამოურიცხავთ, ამ შემთხვევაში უნდა ყავდეს თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს inbox-ის დასამუშავებლად, უშუალოდ. შენ თუ ეხლა ძალიან დიდი რეკლამა ჩაშვებული და დღეში პირობითად 500 მიმოწერე გაქვს და AI არა გაქვს. ყავს თანამშრომელი, ვინც inbox-ზე მუშაობს, შემდეგ ამას აკვალიფიცირებს, ანაწილებს ამ ყველაფერს და მე აძლევს sales-ებს, იმიტომ რომ ყველა ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკა. ნახე შენ პირობითად შეიძლება sales-ები იყო, მაგრამ შენ მუშაობდე კონკრეტულად, აი უბნების მიხედვით ყავდა sales-ები განაწილებული, რაც ხშირად ბიზნესებს აქვს. გამარჯობა. და აქედან გამომდინარე, ყველა ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკა და შეიძლება კი თვითონ sales-ებმაც გასცენ პასუხი, ვინც პირველი გასცემს, იმისი იქნება მომხმარებელი, შეიძლება ვიღაც თანამშრომელი ყავდეს, ვინც ამას ყველაფერს გაანაწილებს. სწორი ფორმულირება, აი ხა შეიძლება. ჩვენ სისტემებში კიდე, ანუ ბიზნესში ზოგადად ხშირად sales-ებს აქვს ბონუსები. კი. sales-ებს ყველას აქვს ბონუსი. ხო და შესაბამისად ეხა მაგ ადამიანების განაწილებას, ანუ ლიდების განაწილებას როგორ მოახდენ? ყველაზე ალბათ ისეთი სისტემა, ანუ სადაც ყველა კმაყოფილი იქნება 10 ადამიანი, რომელიც ლიდები როგორ ნაწდება, sales-ებთან მაგის კითხვა. მოკლედ ლაქ-ლაქი არის მაგ ყველაფრის და ლაქ-ლაქია ეს არის ზუსტად. ეგ ადამიანი, რომელიც არ sales-ებია და არც მოსმედია. ხო, ნახე კითხვა მქონდა, რომ ლაქ-ლაქი ანაცვლებს თუ არა ვინმეს. სინამდვილეში ეხა მივედით იქ, რომ ვერ შევჯერდით საბოლოო ჯამში. sales-ებს უნდა ეკუთვნოდეს თუ სოციმედიას და აბსოლუტურად სხვა შტატი გაიჩნდა. ანუ ვინმეს კი არ ანაცვლებს. თავის ტიპია რა. ცალკე შტატი აქვს თავისთვის. ეგ არის ძალიან მაგარი ხა. და შენ რომც ბიზნესში ყავდეს ტიპი, რომელიც აი ხოლ ბიზნესმა ვიღაცამ რომ ითხრეს, აუიცი რა მე შტატი მყავს ეგეთი, ვინც ელაპარაკება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე იმ ვიღაცას ჩავჭრი, რომ მივწერო. ეგ ხა ნუ აი 3 წუთი დამჭირდება ის ვიღაცა რომ ჩავჭრა. ხო, ნუ შენ უბრალოდ ხა ისეთი პროდუქტი გაქვს შექმნილი, რომ იმდენი გაქვს ამაზე ნამუშევარი და ისე გყავს დასპეცებული, თუ რაც ქვია, რომ ხა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პასუხები რო ნახო ხა. ჩვენ ერთად გვიმუშავიან. კაი, აღარ მინდა მაგას. ჩვენ ერთად ნამუშევარი გვაქვს და მაგ ნახი პაზ დილისაც 700 ადამიანთან მიწერილი. აი, ჩვენ ვილაპარაკეთ პროდუქტზე, ვილაპარაკეთ იმაზე, რამდენად კარგი არის. და ისიც გავიგეთ, რომ საბოლოო ჯამში შენით ნასწავლია ყველაფერი. კი. ეხა მინდა გადავიდე მოვაქციო იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც ეპიზოდი, კი არა და ჩვენი პოდკასტი ეხება, რომ ამ ყველაფერს სად ვისწავლით. თუ მე მინდა რომ ხვალ მსგავსი რაღაც გავაკეთო, ან ჩემი პროფესია იყოს არა ადვერტაიზერობა, არა ტიპი, ანუ ინჟინერი ქვია, ვინც ეგეთ პროდუქტს ქმნის, თუ რა ქვია, დეველოპერი, კი ბატონო. ეგ რო ვიყო, პირველი ამისთვის უნივერსიტეტი მჭირდება თუ ცალკე შემილია, თუ რავი, ჩემითაც დავჯდები და რავი, ინტერნეტით ვისწავლე. ანუ არსავს ძალიან ბევრი მიმართულება ზოგს უნივერსიტეტი აქ დამთავრება, მე არ მგონია შენ უნივერსიტეტი იმდენად პრაქტიკულ ცოდნას გაძლევდეს, რაც დღეს მოითხოვება. არსავს სხვადასხვა აკადემიები, კურსები ძალიან კარგი, ანუ საქართველოში ძალიან კაი პროფესიონალები ყავს ზოგადად მაგ მიმართულებ დეველოპინგის მიმართულებით. ეგ მიხარია სხვათა შორის მაგას რო გებულობ და პირველი არ ხარ ვინც ამბობს და კაი. ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები არიან, რომელიც ძალიან კარგი იდეებს აყალიბებენ და კაი პროდუქტებს ქმნიან და კარგადაც ასწავლიან სხვებს. მაგრამ შეგიძლია შენ თვითონაც გააკეთო ეგ. სიმართლე გითხრა, ეგ ყველაფერი რაც ჩვენ გამოვიარეთ და გავაკეთეთ, მე და ჩემო პარტნიორმა, ეგ ჩვენ თვითონ ვისწავლეთ. აი, ეგ მაინტერესებს. ჩვენ ეგ თვითონ ვისწავლეთ ხელოვნური ინტელექტისგან. ანუ ხელოვნური ინტელექტმა ჩვენ გვასწავლა როგორ შევქმნათ ჩვენი დეველოპინგი, ჩვენი პროდუქტი. ჩატისგან თუ მაგას რეალურად vibe coding-ი ქვია. ხო, აი მაგის თქმა vibe coding-ი ქვია და მაგის მეშვეობით ჩვენ შევქმნით ეს პროდუქტი. ჩემი პარტნიორი უფრო ბევრად კომპეტენტურია ამ სფეროში, იმიტომ რომ ის
ედგა სათავეში ამ ყველაფერს იმან თავისი რეალური პრობლემებიდან გამომდინარე დაიწყო ამ პროდუქტის შექმნა და მეც შეუერთდი და ჩვენ ერთად ავაშენეთ რაღაცა კომპანია რომელიც რეალურად მე ვიფიქრეთ რომ ბიჭო რეალურად მაგარი პროდუქტი გამოვიდა თქო და მოდი გავყიდოთ თქო იმიტომ რომ სხვა ადამიანებსაც დაეხმარება ეგ ნამდვილად და ჩვენ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისი ჩვენ ახლა გიტას აქსელერაციის პროგრამაში ჩავერთეთ გავიარეთ გასაუბრების ყველა ეტაპი ძალიან მოეწონა თვითონ 500 Globals ჩვენი პროდუქტი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ტკივილიდან გამომდინარე გავაკეთეთ ეს პროდუქტი ანუ რეალური გამოწვევა იყო და იმაზე დაინახე პრობლემა და შექმენი ეგ არა იმ პონჩი რომ რაღაცა ვიჯექით უყურებდი და ბიჭო ეგეთი რაღაცა ხო არ მოუხოდოთ და გავუყიდოთ არა მე ვარ მარკეტერი მე მქონდა სულ ჭიდილი ადმინისტრატორთან ბიზნესის მფლობელთან ისიც ბიზნესის მართველია და მაგასაც აქონდა რაღაცა ტკივილები რომ არ იღებდა ადამიანი ამ მომწვევა ინფორმაციას არც მარკეტერისგან არც თავისი ადმინისტრატორისგან რომელიც პირობითად ლიდებს ამ მუშაობებს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შევაჯამეთ და მოვაქციეთ აი ამ პროდუქტში და ამ პროდუქტმა კიდე გვიბიძგა რომ სხვა პროდუქტები შევქმნათ მაგალითად გოგი რომელიც ყავს კლოდის ბაზაზე გაქვს ხო? კი, კლოდის და ChatGPT-ის ბაზაზე და ანუ ეს გოგი მაგალითად მყავს, აი პირადი ასისტენტი მყავს Telegram-ში. რომელსაც ვწერ გოგი რა ხდება რეკლამებში. გოგი მომიძიერა გარშემო აი რესტორნები მაგალითად და თავის ტელეფონის ნომრები მფლობელებიანად. და გოგი ამ ყველაფერს აკეთებს. ანუ გოგი ნახე? ძალიან გოგი არის, ძალიან მოხდილი ტიპი ზოგადად და ანუ ჩვენ მეგობარსაც აქ იგივე სახს თავში წააწყო და აქ ეგეთ დამხმარე იყოს, ისიც კაგას მარკეტერი არის და ხო, იმიტომ რომ დღესდღეობით ისეთ სწრაფი ტემპით ხდება ყველაფერი. ვითომ რა არის ხო დაგუგლო და რაღაცა ინფორმაციები მოიძიო, მაგრამ წარმოიდგინე შენ რომ პირობითად რაღაცა 50 კომპანიის შესახებ გაქვს რაღაცა მოსაძიებელი, რაღაცა რესერჩი გასაკეთებელი და შენ ამ დროს კიდე ფიზიკურად შეხვედრები გაქვს სხვადასხვა ტიპის, ანუ სადაც შენი ფიზიკური ჩართულობაა საჭირო. და ამ ყველაფერს გვიკეთებს მაგალითად გოგი. ლაკლაკი გვიკეთებს იმას, რომ მოხმარებლებს ელაპარაკება. ანუ ჩვენს გვერდზეც არის ლაკლაკი ჩართული და ლაკლაკის გვერდს ვინც წერს, იმათ AI ელაპარაკება და AI უხსნის ყველაფერს რა. და მე უკვე როცა პოტენციური მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ან ამბობს რომ კი მინდა, აბა ან მოდით აბა დეტალები გავიაროთ, მან მაგ მომენტში უკვე მევერთვები და მე ველაპარაკები მომხმარებელს, რომ აბა როგორ და რანაირად და ეგ როგორ გაძლევს სიგნალს, სადღაც გადმოდის? კი, მე მაქვს Telegram ჩატი სპეციალურად გაკეთებული, რომ 24/7-ზე ვხედავდე, იმიტომ რომ დეშბორდთან ვერ დაждები სულ და დეშბორდს ვერ დააკვირდები. Telegram ჩატში შემომდის კარდი, სადაც ვხედავ, რომ აი ვასკას უნდა პირობითად ლაკლაკის დაერთება თავის ბიზნესზე აქვს პირობითად ფეხსაცმელს ყიდის. კი ბატონო. ხო. რო ავიღოთ ეს მაგალითად და გამოაცხადა თანხმობა და დატოვა მაგალითად თავის ტელეფონის ნომერი რომ დამიკავშირდით. ან მოიწერა რომ არა, აქ ჩატში დამიკავშირდით და მე უკვე დაგირეკავ და გაგესაუბრები, გავიგებ შენს ყველა ტკივილს რა გინდა, როგორ გინდა, იმიტომ რომ დამიჯერეთ რაღაცა ისეთი ალგორითმი ერთიანი არ არსებობს ყველა ბიზნესზე, ანუ ორი მსგავსი ბიზნესი შეიძლება იყოს და სხვადასხვანაირად მუშაობდნენ. აუცილებლად. მოკლედ შეჯამებისთვის ამ რაღაცების კეთება შეიძლება ისწავლო შენითაც, შეიძლება ისწავლო კურსებითაც და ასე შემდეგ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხშირად გვერიდება ხოლმე ამის თქმა და შეიძლება მსგავს საქმეში რომ შევიდეთ, არ იყოს აუცილებელი გინდა თუ არა 4 წლიანი საბაკალავროს ან გინდა თუ არა მაგისტრატურის დამთავრება. იცი რა, მე მგონი მე ეგრე მგონია რომ ეხლა ხო არის რაღაც კურსები, ამ AI-ის კურსები. თუ იცი, თუ მოგიკვლევია, საერთოდ რას ასწავლიან? ანუ მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს რა, იმიტომ რომ AI-ის სწავლა თუ რაღაც, აი ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია რა, ეგ ამბავი. და თან მგონია პლუს ამას ემატება ის, რომ რა ვიცი, უნივერსიტეტში ხარ, რაც შენ თქვი 4 წლიანი საბაკალავრო, ეგ ფაკულტეტი მე არ გამიგია რომ ან რაღაც კოდინგი იყოს. არა, არის ინჟინერიას ასწავლიან, მაგრამ ეგ იყო ადრე რა, როცა ზუსტად კონკრეტულად ეგ ასწავლიდნენ რა, MS DOS-ით რო დაიწყო რაღაცა იქიდან მე კი, მაგრამ ჩემი აზრით ამ რაღაცას ალბათ სურვილი ჭირდება და ინტერესი რა. ნამდვილად სურვილი და ინტერესი, იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მით უმეტეს ახალგაზრდები, ან ძველგაზრდები 14 წლის მეგობარი მყავს, დედასპიცა ვარ, ბიჭი არის, აი
სასწაულებში შევა თავის ისწავლა რა. კი, ეგ ძალიან მაგარია. ყავს ეგეთი ჩემი ახლობელი არის, რომელმაც თვითონ ისწავლა და დღეს არის, რა ვიცი. ხო, просто ის არის რა, ხო. ასე მე არ ვარ იმ აზრის მომხრე, რომ აუცილებლად დიპლომი უნდა გქონდეს რაღაც. ეგ მე მგონი აღარ არის აუცილებელი ისედაც. მე ვთვლი რომ მართლა აღარ არის და ეს ვაკანსიები რო არის ხოლმე უმაღლესი განათლების ფორმა. გეთანხმები რომ ხო, დღეს ეგ მომწონს თანამედროვეობაში, მით უმეტეს ის იმდენი შანსი აქვს ახალგაზრდებს და იმდენი რამის კეთება შეიძლება რომ მართლა არ არის ხანდახან არ უარყოფ რა არიან ადამიანები ვისაც აკადემიური განათლება ჭირდებათ და აკადემიური განათლება ყველას ჭირდება მაგრამ ის რომ გინდა თუ არა რაღაც კონკრეტულ პროფესიაზე 4 წელი დავხარჯო და მერე დავიწყო იმაზე ფიქრი რომ ფული როგორ გამოვიმუშაო თვათ ეგრე აღარ არის საქმე და ეგ კარგია რა მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ რა ალბათ აკადემიური განათლება გაძლევს უფრო პირველ რიგში დისციპლინას. კი. რაც აუცილებელია. რაღაცის შესწავლის ხედვას, ურთიერთობებს სწავლობ რაღაც და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რამში გეხმარება. რომ რაღაცა რო დაგჭირდება, იცოდე სად მოძებნო. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. მოკლედ, შევაშინოთ ისევ ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე რა. სანო თამაშზე გადახვალ, მანამდე დავსვა ამ კითხვას რა. ეხ გიყურებს 20 წლის, რა ვიცი, 18 წლის 50 წლის ადამიანი და უნდა რომ ამ სფეროს შეიჭიდოს რა თავის პროდუქტი გააკეთოს, როგორც ჩვენ გააკეთე. შეაშინე ყველაზე რთული გამოწვევა რა შეიძლება იყოს მაგისთვის, რომ თუ მაგას გადააბიჯებს, მე მისთვის პრობლემა აღარ იქნება. ყველაზე რთული გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებს ზუსტად გადასცე შენი პროდუქტი შინაარსი. გააგებინო შენი პროდუქტი, მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში, როცა ეს არის არამატერიალური პროდუქტი და ეს სასაცილო ისტორიას მოვყვები, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნახა რეკლამა, მიწერა ბოტს, გამოართვა ჩემი ტელეფონის ნომერი, დამირეკა და მითხრა მომიტანეო. მე მეთქი სად რეკავთ მეთქი ბატონო. აიო რაღაცო რო ისაო ელაპარაკებაო რა. მეთქი ხო თქვა. ხო და მომიტანე მანახეო. ანუ და მეთქი აი თქვენ წეღან რო ან ჩემ ნომერი რო გამოვართვით ეგ გელაპარაკებოდათ რა და თქვენ ბიზნეს რო შეუერთდე ანუ ზუსტად მასე ილაპარაკებს თქვენი ბიზნეს შემთხვევაში. ბიჭო ეს ყველაფერი გასაგები არის. არა მომიტანეო. შენო შეგიძლიაო მოხვიდე და მომიტანო მანახო აქაო როგორ იმუშავებსო თუ არაო. ნუ მოკლედ ანუ ბევრი რო არ ვილაპარაკო ანუ ვერ გავაგებინე რომ ვერ მოვიტან რა ფიზიკურად ანუ მე ვთხარ რომ შემიძლია ლეპტოპი მოვიტანო მეთქი და ანუ იქედან იმესიჯოთ მეთქი მაგრამ იცით რა არის მეთქი მივუტანე ბოლო ისევ ჩვენს გვერდს მიწერეთ მეთქი და დაუსვით კითხვები და კაი გასაგებიაო და ანუ მე რაღაც პონჩი არა კომპეტენტურად ვიგძენი თავი იცი რომ რატო ვერ მიუტანე რა მაგაზე ერთი ის გაბახსენდა რა ქვია ასე რომ ისწავლეთ მოკლედ ჯერ რას ყიდით რომ სწორად გავაგებინოთ სწორად გააგებინეთ ადამიანებს და სწორად გააგებინეთ რა პრობლემას უგვარებთ და აი ესეთი ტკივილით უნდა შეხვიდე რა აი რა ტკივილი აქვს ადამიანს რომ შენ კონკრეტული პრობლემა და ტკივილი რას უჭრი ხო რა პრობლემას უგვარებ რას გადაჭი თუნდაც შენ რომ რაღაც აპლიკაცია გააკეთო რომელიც ფლეშ თავს ტელეფონზე ხო ანუ ესე იგი სიბნელეში ცხოვრობ გჭირდება სინათლე აი მე ეგეთი პროდუქტი მაქვს და არა ის რომ აი პროსტო პროდუქტი მაქვს და მოდი და მიყიდე ერთ-ერთი ნუ ესეთ მესეჯ ბოქსია მომწერე და თავად გამოცადე ხო და იწერებიან რეკლამიდან და რა მაგარი მესეჯ ბოქსია მომწერე და თავად გამოცადე ხო და იწერებიან და ელაპარაკებიან AI-ს რა მას შეუძლია მაგალითად სხვადასხვა როლში გამოსვლა. აი მითხარი რა ბიზნესი გაქვს მაგალითად ეთქვის ხო? აი ეს ეთქვის რომ პირობითად სტომატოლოგიური კლინიკა მაქვს და მას შეუძლია გადაიქცეს რაღაცა სტომატოლოგიური კლინიკის ადმინისტრატორად რაღაც 2-3 მესიჯით და მაგალითი აჩვენოს აი ეს ვილაპარაკებ შენ შემთხვევაშიო რა. ხო და მაგარი ექსპერტი, მაგარი გამოცდილებაა. ერთ-ერთი ქალბატონია რომელიც აღნიშნული ნახავს და ისნობს თავის თავს, წერს რომ აბა რა შეგიძლია. ამან უთხრა ანუ ჩამოუყალიბა 24/7-ზე კომუნიკაცია ესა და აბა მე ვინა ვარ. ამან მიწერა ბოდიშიმ რომ მე ამ ინფორმაციას წდომა არ მაქვს რა თქვენ ვინ ხართო და არც არის ჩემი პრეროგატივაო ეს ვიცოდეო და შესაბამისათო მაგრამ თქვენ თუ ლაკლაკიზე რამე კითხვა გაქვთ AI ადმინისტრატორზე მე ამოწურო პასუხებს გასცეს და ქალმა მიწერა რომ
ძალიან უხეში პასუხი იყო. ამან ბოდიში მოუხადა, ბოდიში თქვენ თუ ვიფიქრეთ რომ უხეში პასუხი იყო, მაგრამ ნუ ესე არისო რა და ესე ვარ. აბა მე ვინ ვარო რა, ნუ და ასე რომ არც ეგრე არ არის რომ ნებისმიერმა AI-მ ყველაფერი უნდა იცოდეს, პირობითად სახში რაფერი სამზარეულო გაქვს. ანუ ეს წარმოდგენაც არის რა. არა, რატო ვიზგონია? აი ხა რა. დამიჯერე. ძალიან ბევრს. სამზარეულო რაფერი. მაგრამ გასაკიცხი არ არის, იმიტომ რომ ჯერ ეგრე გავრცელებული არ არის. შენს თაობაში, უფრო პატარა თაობაში ძალიან მიღებული ის არის, რა ქვია, გამოცდილება ეგ, მაგრამ თაობაში, რომელიც 50 წელზე ვით არის, AI ელაპარაკება კი არა, ის აქვე ზოგს Facebook-ი არა აქვს, იმიტომ რომ ნუ არა აქვს მაგის მოთხოვნილება რა. და ეგ არის, ვერ მეგობროს ტექნიკასთან, ძალიან ოკეია, მესმის. კი. და შესაბამისად ეგეთი კითხვაც გაუჩნდება პირველად მახსოვს ChatGPT რომ მოასმენინეს, უფრო აი იქ ვიყავი რა, უფროს თაობას ჩემი ძმა გადაობდა რაღაცაზე, ელაპარაკება და იმარო პასუხი გაცა, იქ აი იქ დაიწყო ეშმაკის მოგონილი რა არის და ანუ ოკეია რა, ეგ ამ ეტაპზე ჯერ ოკეია იმ თაობისთვის. მაგას ვამბობ რა. თამაში გვაქვს მე მგონი. თამაშზე რო გადავიდეთ, კითხვას დაგისვამ და უბრალოდ ძალიან მარტივად მიპასუხე, რასაც ფიქრობ რა. ChatGPT თუ Gemini? ChatGPT. AI სფეროების დიდ ნაწილს გადაიბარებს სრულად. არა. სრულად არ არსებობს. არა, სრულად ვერ გადაიბარებს. ისე ძალიან მაგარი რა არის, ყველა სტუმარს საბოლოო ჯამში ყველას ვეკითხებოდით AI-ზე რა და ყველა მაინც იმას გონებოდა, რომ სრულად არ არსებობს და ეხლა შენ რომ მოდიოდი, ნუ როგორც აი ამ ყველაფრის სპეციალისტი, ანუ მაინც ასეთ მოლოდინი მქონდა, რომ აი რაღაცა მაინც ექნებოდა, რომ აი ხალხზე ბევრად უკეთ აკეთებს თუ რაღაც და ნუ უცებ დამხვდა რეალობა, რომ ეს ტიპიც ამას ამბობს, რომ ანუ საბოლოოდ არაფრის ჩანაცვლება არ მოხდება და ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს რა. ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს გარკვეულწილად რაღაცა ბიზნესებში შეიძლება რაღაცა ჩაანაცვლოს, მაგრამ ესე რომ თქვა გლობალურად, ვერც ერთ გრაფიკულ დიზაინერს პირობითად რომ მოვიყვანოთ, ვერც ერთ მემონტაჟეს მაგალითად AI ვერ ჩაანაცვლებს თავის კრეატიულობიდან გამომდინარე. კი ბატონო. ყველაზე დაუფასებელი AI ინსტრუმენტი. დაუფასებელი? მე მგონი რომ ყველაფერი დაფასებულია AI-ში, მაგრამ მაინც. დაუფასებელი ალბათ არის ის ChatGPT. საწყალი აკაუნტი, რომელიც არის 50+ ადამიანების ხელში, ის არის ყველაზე დაუფასებელი მე ვთვლი. რომელი პროფესია დარჩება და ვერ ჩაანაცვლებს AI-ს? აი ეგეთი სამი თუ გაქვს, რომელიც აი ზუსტად იცი რომ მაგ საქმეს ვერ გააკეთებს. სამი არა, გაცილებით მეც მოგიყვან, მაგრამ რომ მოვახდინოთ ესეთი სისტემატიზაცია ამ საკითხის, ეს არის ის ყველა ის ფიზიკური შრომა, რაც ადამიანები ფიზიკურად შრომობენ, იმას ვერ ჩაანაცვლებს AI. ეს ლოგიკურია. AI სანტექნიკას ვერ გაიკეთებს, AI ეზოს ვერ დაგიხვეწ. სანტექნიკას ვერ გაიკეთებს, მაგრამ აი ფოტო რო გაუგზავნო, რომ ეს გამიფუჭდა, ხო, მოგიყვება ნაბიჯ რა უნდა გააკეთოს და მე დადგები და გააკეთებ. მე უნდა შეცვალო და შენ თვითონ გააკეთო. რა მეგონოს? აბა საერთოდ რო არიცი როგორ გააკეთებ? ის რაღაცა იმას მაინც მოგცემ tips. ხო, მაგრამ შესრული ან ბევრი არის ახლა რო ვერ, ანუ ფიზიკურად არ გამოგდის რა. ანუ არ გამოგდის. არ გამოგდის, არ გინდა რომ გამოგდეს. მე მაგრამ გამჭირდება რომ გამოგდიოდეს რაღაცა. მე მაგისთვის არსებობს შესაბამისი პროფესია. ChatGPT რომ მომიყვება, მე სურათი რო გადავუღო ჩემ შველს და ეგ რაჭირს რო ვკითხო და ის რომ მომიყვება, მე ექიმთან ხომ მაინც მივიყვან. კი ბატონო. რამდენი სომს ისე ეგრე წამლებს? ძალიან კი, არამიზნობრივად იყენებენ ზოგადად და არასწორად იყენებენ AI-ს და ეს საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა უკვე დღეს, მაგრამ ნუ ყველაფერი მოგვარებადი, იმიტომ რომ ისწავლიან. კი ბატონო, ყველაზე დიდი შეცდომა AI-ს გამოყენებისას. AI-ს გამოყენებისას ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ კონტექსტს არ აძლევენ არანაირს. ანუ შენ რო რაღაცას ეკითხები და გონია რომ იმან როგორც ცოცხალმა ადამიანმა უნდა გიპასუხოს, ცოცხალმა ადამიანმა, რომელსაც პირობითად 30 წლის hard disk-ი უდევს აქ. და რომელიც ძალიან სწრაფად მუშაობს, მით უმეტეს ჩვენ ტვინი კონტექსტუალურად ძალიან მაგრამ მუშაობს, შენ მოითხოვ იგივეს ChatGPT-სგან მაგალითად რა და ეგ არ შეიძლება, არ შეიძლება რა, არ გამოდის უბრალოდ რა. სწორი კითხვა უნდა დაუსვა, სწორი კონტექსტი უნდა მისცე. კითხვაზე როგორ გაქცეს პასუხი, ესეც სწორედ უნდა გაუწერო. ეს არის მთელი პრომპტი ქვია მაგას და შესაბამისად პრომპტი თუ სწორია, ის ამოწურებდა სწორ პასუხს გაქცემს. მაგრამ შენ თუ ChatGPT-ს მიწერე, აბა მე ვინ ვარ?
და ის რო გეტყვის არ ვიცი ვინ ხარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ChatGPT გამოუსადეგარი რაღაცაა. კი ბატონო. ერთი AI ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც დღეს არ შეგიძლია. ChatGPT. კი ბატონო. მადლობა, ეს იყო ჩემი თამაში. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. აწმუნებული ვარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კიდე არ მინდა რომ დამთავრდეს, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე გვიწევს რა. უღრმესი მადლობა სანდრო, ჩვენი სტუმარი იყავი. მადლობა podcast zone-ს, მადლობა Financial Experts Corporation-ს და გვიყურეთ. აქვე ხო მართალია ეს განაც გამახსენეთ. მოგწერეთ კითხვები, რა კითხვებსაც ფიქრობთ, რომ ჩვენს სტუმრებს უნდა დაუსვათ და ასევე მოიწერეთ თქვენი აზრით, რომელი პროფესიის წარმომადგენელი გინდათ იხილოთ ჩვენთან სტუმრად. და სტუმრიც თვითონ უშუალოდ ადამიანით შეგიძლიათ გითხრათ. ვინ იყოს სტუმრად. მოგლეთ, მადლობა და გვიყურეთ. დროებით.